სპორტი ყველასთვის კარგი არის, ყველამ უნდა ითამაშოს და ნუ პროპორციებიდან გამომდინარეც ალბათ რა ვიცი, ყველაზე შესაბამისი სპორტი იყო კალათბურთი და ვიყავი ალბათ 5-6 წლის უკვე კალათბურთის თამაშია დავიწყე. წარმოვიდგენდი ესე ამ დონეზე რომ მოვიდოდი არასდროს, ნუ რაღაც ნიჭი სულ მქონდა რაღაც პატარა დოზით, მაგრამ ამ დონეზე არასდროს არ მეგონა, ნუ კი პატარა ვიყავი და ესე დიდად თამაშს არ მიწევდა სიმართლე ვთქვა. და ესე დიდი ზეწოლა და რაღაც არ ყოფილა. ალბათ თამაშის ბოლოს უფრო შევდიოდი ხოლმე, რაღაც პირიქით მიხარობდა ხოლმე ჩვენთვის ახლა ეროვნული ნაკრების წევრები იყვნენ, როგორც რა ვიცი. ყველაზე დასაფასებელი ადამიანები ჩვენს სფეროში და ნუ ეხლა რომ მე ვარ ერთ-ერთი წევრი და შემიძლია რომ საქართველოს ფორმა ჩავიცვა და ვითამაშო ეს ძალიან დიდი მიღწევაც არის და პატივიც, ასე რომ ხო მაგაზე დიდი მიღწევა უკვე მგონია რომ არც საკლუბო დონეზე არაფერი, ნუ ნაკრებთან ერთად გამარჯვებები ყველაზე მნიშვნელოვანი არის ყველასთვის. გავუცნებ ხო საბერძნეთთან წაგებულ თამაშს ალბათ ნაკრები ვეთამაშებოდით და ერთი ქულა ბოლოს წავაგეთ. ბოლო წამზე ყველაზე გულდასაწყვეტი და ისეთი ჩემი პირველი კარგი თამაში იყო, ესე რომ ვთქვა და ეს ბოლო წამზე წავაგეთ. და ალბათ ყველაზე ცუდად დასამახსოვრებელი, ნუ თან კარგად რომ იზდები რა თქმა უნდა, ყველა წაგება იმის შესაძლებობაა რომ გაიზარდო, ასე რომ ალბათ მაგას გამოვარჩევი. კარგი მიმართულებით ალბათ 16 გუნდში გასვლა მსოფლიოში, მსოფლიოზე გავიდით 16 გუნდში. ნუ ეხლა არ მოვიტყვები, შედარებით ძალიან რთული ჯგუფი არ ყავდა, მაგრამ ნუ 16 გუნდში გასვლა მსოფლიოში ეს ძალიან დიდი მიღწევა იყო. ჩემი წვლილი შევიტანე და ძალიან ბედნიერი ვიყავი. დიდი პასუხისმგებლობას გრძნობ, რა თქმა უნდა, ნუ ადამიანები, ოჯახის წევრები და სულ უცხო ადამიანები შენთვის ათენებენ და გიყურებენ და შეიძლება არ ითამაშო, მაგრამ მეორე თამაშზე ისევ იგივე საკეთებენ და ძალიან დიდი мотиваციაც არის. კარგი უნდა დავინახო, რა თქმა უნდა და პასუხისმგებლობასთან ერთად ხო мотивაცია ალბათ უფრო მეტი. ალბათ არავინ არ მიწყეს, ნუ უფრო პროფესიონალურ დონეზე ალბათ ილიას ზუროსი ჩვენი ნაკრების, იმიტომ რომ დიდი ხანი იყო, ნუ მასთან ერთად გავიზარდე, ფაქტობრივად პირველად ნაკრებში მივედი. მას შემდეგ ხოლმე 1 წელია წასულია და დანარჩენი სულ მასთან ვიყავი და ძალიან დიდი პატივისცემი და სიყვარულით ვარ განწყობილი. მანამდე ყველა ჩემი მწვრთნელი, ნუ იყო აშა თოიძე, ნიკო ჩერქეზიშვილი და ნუ ყველას გამოვარჩა თორნიკე, ძალიან ნამდვილი კაპიტანია ეს, ასე რომ ვთქვათ, ალბათ ნუ მისი აი ინგლისურ ხო მის ბოტასებში ჩადგომა და იმის შევსება, რასაც ეგაკეთებს, რა ვიცი, ეს რა ვიცი, წარმოუდგენელი არის, რა ვიცი, თავის საკლუბო კარიერასაც, ჯანმრთელობასაც გვერდზედებს, რამდენი წელი არის და ნუ ის რო არ ყოფილიყო, ევრობასკეტზეც ვერ ვიქნებოდით, ვერც მსოფლიოზე, იმიტომ რომ ჩვენი გუნდის ლიდერია და ნუ ეს ნაკრებს რასაც ხედავს დღეს გულშემატკივარი, ესე დავაგებულს და ერთად შეკრულს არის მისი დამსახურება და ნუ საკლუბო დონეზე რა თქმა უნდა ყველა მიცის რომ ყველაზე საუკეთესო მძიმე ფორვარდი არის. კი, რა თქმა უნდა, ანუ რთული არის, ანუ უნდა შეიცვალო, ანუ ესეც უნდა იყოს, ბევრი რაღაც ვისწავლე, ჩემ თავზე საერთოდ ძალიან გავიზარდე, ცხოვრებაზეც ბევრი რაღაც ვისწავლე. შევიცვალე, უფრო გავიზარდე რაღაცები ვისწავლე, ესე რომ თქვა, შევიცვალე როგორც პიროვნება, ნამდვილად და იგივე ადამიანი ვარ, რაც ვიყავი მანამდე, ყველა მიცის ეს. არაფერს არ ცვლის, კალათბურთი არის უბრალოდ თავი ადამიანი იყო კარგი, თორე კალათბურთი ვითამაშებ კიდე ალბათ 10 წელი და შემდეგ უნდა დავრჩები ესკენ ადამიანი, ასე რომ როგორც პიროვნება ნამდვილად არა, მაგრამ როგორც ხო ადამიანი ცოტა გავიზარდე. ალბათ ველოდებოდი რომ უფრო მე დიდი ხანი ვივარჯიშებდით, ვივარჯიში იქნებოდა და საერთოდ ვარჯიშები არის, მაგრამ გამაოცა კიდევ ხო ალბათ რამდენი ხანი გიწევს არენაში ყოფნა თამაშამდე, გამხელ მოსამზადებელი პროცესის გავა გიწევს და ეს რა თქმა უნდა ძალიან რთული არის და შენი რუტინა თუ არ დაიჭირე, შეიძლება გაგიჟდე იქ იმდენი თამაში არის და ალბათ ამებს გამოვარჩევდი და ნუ რამდენად ბიზნესის თვალით უყურებს, ყველა ალბათ ამ სპორტს გულდასაწყვეტია, მაგრამ ეს შევამჩნევ. მოედანზე რომ დგახარ, ეგ პასუხისმგებლობა თუ არ გაქვს რომ რაღაც შენ წვლილს აკეთებ და შენზე არის გუნდი დამოკიდებული, ძალიან რთულია ესე ითამაშო. ხა მე ალბათ უფრო შეიძლება მეტი ბურთი ჩავაგდო რაღაც, მაგრამ ესე არ რთული რომ ლიდერი ვარ, ლიდერი ყავს შენ თოკო არის და მეც შეიძლება რაღაცები თავისთავად კალათბურთის მხრიდან, კალათბურთის
კალათბურთიდან გამომდინარე მაქვს რაღაცები, მაგრამ ესე რომ ჩემ თავში იცი რა თამაში გავდივარ და მე გუნდის ლიდერი ვარ, არა, მაგრამ ვცდილობ რომ მაქსიმალურად დავეხმარო ჩემ გუნდელებს და ალბათ ხო ეს თორე ესე როგორც ლიდერია აწამოვიგენი. Ძალიან პერიოდი გამოვიარე მე 3 წელიწად ნახევარი და ნუ ბოლოს უკვე ყველა მისცეს რომ აღარ მინდოდა იმ გუნდში ყოფნა, იმიტომ რომ ძალიან სტრესული იყო ჩემთვის იქ ყოფნა, არა მარტო იმიტომ რომ არ მათამაშენ რა თქმა უნდა, გუნდს რაღაც დროს არ უაბრალებ ამას, მაგრამ უკვე სიტუაციიდან გამომდინარე ძალიან რთული იყო და მახსოვს დღეს რომ გამიშვეს გუნდიდან და ჩაოღლებრო ტელეფონზე ვლაპარაკობდი, გამიშვეს და ვახ მეთქი მადლობა ღმერთს და გადავდი ტელეფონი და დავიძინე, ასე რომ ყველაფერი ხდება რაღაცის გამო, ის არაა რომ რაღაც ისეთი გამოწვევა მოგცეს ღმერთმა რომ ვერ გადავახო, ასე რომ ყველაფერს უნდა შეხედა როგორც ახალი გამოწვევა, ალბათ ჩემი ხო, ცოტა ჯიუტი ადამიანი ვარ და ესე არავის არაფერს არ უთმობდა, იქ ცოტა რაღაც დასათმობი სადაც იყო, არ უთმობდი არავის არაფერს და ჩემს სათქმელს უიძახი ესე პირდაპირ, არ შემიძლია რომ რაღაც არ თქვა, ისე არა რომ ენა მისწრებს წინ უბრალოდ, როცა ვხედავ რაღაცას აუცილებლად ვიტყვი, ასე რომ მან როგორც თქვი ძალიან ბიზნესის კუთხით უყურებ და ბიზნესში ესეთი რაღაცები ცოტა არ შეიძლება, უნდა შეალამაზო და ცოტა არ უნდა თქვა რაღაცეები, ასე რომ ეგეც იყო და ჩემი მომზადებობაც. მაინც ნუ ტრამვები მქონდა, სულ რაღაც მემართებოდა, იმიტომ არ ვიცოდი როგორ უნდა სხვანაირი რუტინა არის საერთოდ და რთული იყო ჩემთვის, მაგრამ ხო, რა თქმა უნდა, გუნდის ბრალიც იყო და ჩემი ბრალიც, ისე არ ვიტყვი, ან მარტო ჩემი ბრალი იყო, ან გუნდის. გავიხსენებ სერბეთში თამაშობდით ბელგრადში, მეხუთე თამაში იყო აბა ლიგის ფინალი იყო და რაღაცას ყვიროდნენ მე მაშინ უკვე მესმოდა ეს ყველა მისის რომ ჩვენა ზვეზდას Red Star-ის გულშემატკივრები ძალიან ხო რა ვიცი ძალიან ზედმეტად გულშემატკივრობენ თავის გუნდს და მაშინ უკვე სერბული მესმოდა უკვე კარგად და ეს მესმოდა ცუდი შეძახილები რაღაც და ვიღაც ქალის სახელს ახსენებდნენ და ესე დავდი რომ მეთქი ეს ქალი ვინ არის რაღაც და ჩემ გუნდს ვეკითხები რომ მეთქი ეს ქალი ხო არის ვინ არის კი გასო ეგ ჩემი ცოლი არისო ალბათ ეგ იყო ყველას დასამახსოვრებელი ვერ ხვდებოდი რა ხდებოდა ესე როგორ უნდა გამხარებოდა იმიტომ რომ თან ვერ ხვდებოდი რომ ეხლა ჩემი ცხოვრება რისთვისაც მთელი კარიერა მთელი ცხოვრება რაზეც ოცნებობ იბრძვი რისთვის ვარჯიშო ყოველ დღე ხდებოდა და იქ ვიყავი უკვე აი მახსოვს რომ ქუდიც რო დამაფარეს მაშინაც ვერ ხვდებოდი რომ ავედი პოდიუმზე და რო ჩამოვედი და მანქანით უკან რომ მივდიოდი სასტუმროსკენ დავინახე რომ NBA-ის ლოგო რო იყო და NBA-ში მოვხვდი და რაღაც საქართველოსდან პატარა ქვეყნიდან ვისაც არ ყოლიან ძალიან ბევრი მოთამაშე ერთი ადამიანი ხარ რომელიც იქ ხვდები და მაინც ვერ გავიაზრე მე პირადად რომ ეს მოხდა და ალბათ უფრო იმაზე ფიქრობ რომ რა გელის როგორ უნდა დაიმკვიდრო შენი თავი და ახალი საფიქრალი გაქვს და რაც მაშინ ბავშვი ვიყავი და ვერ ვაანალიზებდი რომ უნდა მესია მოუნა იმ მომენტში მაგრამ მაინც ძალიან ბედნიერი ვიყავი. უსმენ ხოლმე ქართულ სიმღერებს, სამოტივაციო ბრძოლის წინ უსმენ ხოლმე და რა თქმა უნდა ულოცულობ შეიძლება 1000-ში ერთხელ რამე წავიკითხო, ესე განსაკუთრებულად ერთი რაღაც ისეთი რთულია სიმღერა სეზონი არის, რომ კი უბრალოდ უფრო განსხვავებული არის ევროპა და ამერიკა, სხვანაირად უყურებენ როგორც ურთიერთობებს, ისედაც ცხოვრება სხვა მენტალიტეტი აქვს და უფრო ზედაპირული არის ურთიერთობები, მაგრამ ძალიან კარგი ურთიერთობები მაქვს მე ალბათ რა ვიცი, გუნდელების 90%-თან, იმიტომ რომ მათთან ატარებ მე თან ჩასული ვარ სხვა ქვეყნიდან და ისინი არიან როგორც შენი ოჯახი. ალბათ ვიტყვი მაინც ნიკოლა იოკიჩს, რომ ძალიან მარტივად თამაშობს კალათბურთს. ერთი სკოლის აზრიები ვართ, ერთი მწვრთნელი ყავდა და რადონის ტალანტი არის რომ გაანალიზო ალბათ გარედან კი უყურებ მაგრამ როცა ეთამაშები და გონია რომ კარგად ეთამაშები და სკამზე რო ჯდები და იცი რა ეხა მე როგორ რა კარგი დაცვა ვეთამაში მთელი თამაში რაღაც ბოლოს წააგებ და მახსოვს რომ წავაგეთ ის თამაში მეგონა ყველაზე კარგად ვითამაშე დაცვა და რაღაც და 35 ქულა რაღაც 15 მოხსნა 15 პასი ქონდა და აი მაშინ მივხვდი რომ ლეველები არის რომ ვიღაც ძალიან ნიჭიერი არის, იმიტომ რომ ხა ზუსტად ვიცი რომ ნახوارჯიშების მაგას არაფერი არ ეთყობა, ზუსტად ვიცი და
უბრალოდ ალბათ ეს ტალანტი არის, რა ვიცი, რაღაც NBA საქამდე არ უნახავს და მისი მომსწრე რო ხდები, მაინც რაცა უნდა რთულად სათქმელი იყოს, გიხარია და მასთან თამაში რო გიწევს და მეგობრო, კაია რა. Steph Curry, Michael Jordan, Kobe, LeBron James და Shaquille O'Neal. არ ვიცი, ალბათ, რა ვიცი, თაროებს გავწმენდი, მაღალი ვარ და ზემოთ მარტივად არ ვიცი, იმიტომ რომ ჩემი ცხოვრება მარტო კალათბურთი არის. და ესე, რა თქმა უნდა, ბევრი რაღაცის გაკეთება მიყვარს, მაგრამ ჩემი თავი რო დავინახო, ძალიან რთული არის რამეში, იმ კალათბურთის გარდა. კალათბურთი არ იქნება აწელიწადში და მაინც საფიქრალი მაქვს და ამათ წელში მივხვდები რა რისი გაკეთება შემიძლია. კალათბურთის ნიჭიც არ მაქვს, მე უბრალოდ ბევრი მაქვს ნავარჯიშები, კალათბურთის გარეშეც არ მაქვს ესე განსაკუთრებული არაფერი ნიჭი. უბრალოდ ხო, შრომის მოყვარე ადამიანი, ალბათ ესაა ჩემი ნიჭი და ჰობები, რა თქმა უნდა, ცოტა მოსაწყენი ჰობები მაქვს, ალბათ მუსიკების მოსმენა და აქ როცა ჩამოდივარ საქართველოში, ვცდილობ რომ ვესტუმრო სხვადასხვა კუთხეებს, იმიტომ რომ სხვაგან რატომ უნდა წავიდე, როცა საქართველოს ამ ძალიან კარგი ადგილი გვაქვს და ოჯახთან ერთად ვცდილობ რომ მაქსიმალურად დრო გავატარო ის დრო, რასაც მთელი სეზონის განმავლობაში ტოვებ. კარგი პირობები უნდა იყოს შექმნილი, ჩვენ არ გქონდა ეხლა მე 90-იანებში არ გამომიული, არ ვიცი როგორც იძახიან ხოლმე, მაგრამ ჩვენც არ გქონდა განსაკუთრებული, მაგრამ გავიზარდეთ და ჩემი ასაკის ნაკრებიდან ძალიან ბევრი თამაშობს დღეს პროფესიონალურად, ასე რომ ალბათ უფრო მაინც მწვრთნელზე არის დამოკიდებული, რაც ჩვენ ყავს არ გვაკლია კარგი მწვრთნელები და ინფრასტრუქტურაც ნელ-ნელა ვითარდება. კლუბური წარმატება როგორც თქვი, ეს დიდად მნიშვნელოვანი არ არის, იმიტომ რომ ეს მაინც ბიზნესი არის და ალბათ საქართველოს ნაკრებისთვის მინდა რომ რაღაც გავაკეთო, ნებისმიერი медаლი რომ მოვიგო და მაგით რომ დავამახსოვრდეთ, თორე ალბათ ყველა ხვდება რომ ყველაფერს ვაკეთებ ყოველთვის როცა შემიძლია ნაკრებისთვის და ალბათ ჩემ თავში ეს მაინც ჩემ თავში იქნება, ჩემი თავისთვის რომ რაღაც გავაკეთე ნაკრებისთვის და საქართველოსთვის, იმიტომ რომ ჯერ რა თქმა უნდა ევრობასკეტი, მსოფლიო რაღაც, მაგრამ ფიქრობ რომ იმხელა ისეთი კარგი ნაკრებით ვართ, რომ ეს უნდა გამოვიყენოთ და რაღაც ისეთ წარმატებას უნდა მივაღწიოთ, რაც არავის არ გაუკეთებია და ალბათ ეს იქნება, ამით მინდა რომ დავამახსოვრდეთ.